გამარჯობათ მეგობრებო, დიდი ხანია ჩემწერია ვიდეო გაკვეთილები და ეხლა მინდა ჩავწერო ერთ-ერთ აქტუალურ და საინტერესო თემაზე. გაკვეთილი ეს არის Cloud Code-დან N8-ის გამოყენება. ხო, ადრეც დავწერე კიდევაც, შეგვიძლია რომ ამასთან დაკავშირებით გავაკეთებდი პატარა გაკვეთილს და დღეს გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება ამის ორგანიზება, ესე იგი, პოპულარულია ხა N8-ით საკმაოდ პოპულარული არის დღემდე ავტომატიზაციის ინსტრუმენტი, უფასო, ასე ვთქვათ და Cloud Code-ზე ახლა ზედმეტია საუბარი, ძალიან ბევრი იყენებს მას და ძალიან აქტიურად და ასეთი მომენტი ავაწყოთ, ესე იგი N8-ში შეგვიძლია ჩვენ რა თქმა უნდა ხელით ავაწყოთ გარკვეული ლოგიკები, ავტომატიზაციის ლოგიკები, მაგრამ ეს გარკვეულ სირთულესთან არის წარმოქმნილი. როდესაც იზრდება, ხო, ეს flow საკმაოდ რთულდება და ბევრი კომპონენტი უნდა იცოდე, გესმოდეს და მაგალითად ჩემთვის ეს ცოტა პრობლემატური იყო, ვინაიდან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით არ მქონდა. თუმცა სამაგიეროდ მაქვს დიდი გამოცდილება უკვე Cloud Code-ის, აქტიურად ვიყენებ სამსახურშიც, პროექტებშიც და სხვაგან და ვიფიქრე, შეიძლება თუ არა დავაკავშიროთ, დავამეგობროთ Cloud Code N8-თან. და ისე რომ მე მივწერდე თქვა Cloud Code-ს რა მინდა და ის შესაბამისად სწორად მიგებდეს N8-ში workflows, ხო, აი ამ თელ ლოგიკას, ამ ბლოკების ლოგიკას. შეიძლება ითქვას ეს ცოტა მეორე მხრიდან შემოსავალია, ხო, ამით არ მინდა იმის თქვა, რომ N8 საერთოდ მხოლოდ ასე უნდა გამოვიყენოთ, არა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემ პირადად ჩემთვის და იმ ხალხისთვის, ვინც არ იცის N8 შეიძლება ეს ძალზედ მოსახერხებელი იყოს. ან ვინც იცის, მათთვის კიდევ აასწრაფებს ამ workflow-ების აწყობის პროცედურებს. ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, N8 უფრო ბოჭავს აგენტურულ AI-ის მიმართულებას დღესდღეობით და პირადად მე ნაკლებად გამოვიყენებდი. თუმცა ეს არის სუბიექტური მოსაზრება, რა თქმა უნდა, შეიძლება არც იყოს. მოდით ახლა ნახოთ, ავაწყოთ, მე გაჩვენებთ Windows-ის მანქანაზე ამას, თუმცა სხვა სისტემებზეც მუშაობს და ჩვენ არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ ცოტა განსხვავებული ბრძანებები აწყობისას შეიძლება დაგჭირდეთ. ძირითადი კონცეფტი ერთი და იგივეა, მოკლედ რა ვთქვათ. მოდით დავიწყოთ და ვნახოთ რაზე არის საუბარი. ესე იგი, პირველი რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, ჯერ ერთი ეს N8 უნდა გქონდეს, ხო, და მე დავქოქავ მას ლოკალურად Docker-ის გამოყენებით, თუმცა შეიძლება სერვისიც გამოიყენოთ, რომელიც ინტერნეტშია განთავსებული, მაგრამ ფასიანია, ხო? ამიტომ მე ლოკალურად გავუშვებ N8-ს, შესაბამისად დამჭირდება Docker desktop-ი, Docker desktop-ი მე უკვე დაინსტალირებული მაქვს, თქვენს გირჩევთ ის დაყენებას. ისიც უფასოა, არაფერი აქ გადასახადი არ არის დამატებით. და მანდ ჩვენ დავქოქავთ ლოკალურ N8-ის სერვერს, რომელსაც მიაკითხავს Cloud-ი. ოღონდ პირდაპირ ასე დაკონფიგურირებული არ არის, ჩვენ მოგვიწევს ამის კონფიგურაცია ხელით. მოდით ვნახოთ, მთელი ეს პროცედურები გავიაროთ. ესე იგი, აგერ არის Docker desktop-ი, რა თქმა უნდა, ის დასაინსტალირებელია, სხვანაირად არ გამოვა და მაგალითად მე ახლა მოვძებნი აი ესეთ რამეს N8 Docker პირდაპირ დავწერ, თუ დაგუგლავთ ამ სიტყვებს, იპოვით ასეთ დოკუმენტაციის page-ს, ხო? ასე ვთქვათ, დოკუმენტაცია, სადაც გაწერილია, სხვა როგორ დავაინსტალიროთ და პირდაპირ დაინახავთ ასეთ ბრძანებებს, რომელიც სადიდავოდ გავუშვათ, ხო? აქ ახლა პირველი ქმნის დისკს, საცავს ჩვენი N8-ის სერვერისთვის, რომელსაც გავუშვებთ, მეორე უშვებს კონკრეტულ პორტზე, ინტერაქტიულ რეჟიმში და შემდეგ გაჩერებისას ავტომატურად შლის მას, აქ სხვადასხვა პარამეტრებიც არის, კიდე შეგვიძლია ჩვენი დროის ზონა გავწეროთ, სწორი დროები რო იყოს მითითებული, ეს სხვათა შორის N8-ში მნიშვნელოვანი მომენტია გარკვეულ მომენტებში და საბოლოო ჯამში აი ამ ყველაფერს ვაბავთ აი ამ საცავთან, რათა გაჩერების შემდეგ data ეს workflow-ები არ დაგვეკარგოს
და შემდეგ გაშვებისას ისევ შენარჩუნებული იყოს. მოდით მე ამას ახლა გავუშვებ, მე გამოვიყენებ ბრძანებათა git bash-ს გამოვიყენებ. git bash-ი მოყვება git-ს, ვინც იცით ჩემი გაკვეთილები უკვე გეცვდინებათ რა არის git bash-ი. ასევე გირჩევდით თუ არ იცით docker-ი რა არის და როგორ გამოვიყენოთ, ნახეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები YouTube-ზე. თელი სერია მაქვს ამასთან დაკავშირებით. მოდით ახლა პირდაპირ გავუშვებ მე პირველ ბრძანებას, აი ამას. ხო, მნიშვნელოვანია docker desktop-ი გაშვებული იყოს, იმიტომ რომ ახლა სხვანაირად ვერ გავუშვებთ, ხო? ამიტომ ეს ფონად უნდა იყოს გაშვებული, მე გაშვებული მაქვს. შემდეგ ვუშვებ ამ ბრძანებას, რომელიც ესე იგი დისკს ქმნის, ჩვენი n8-ისთვის, თვითონ კონტეინერი ახლა გაშვებული არ არის, თუ ნახავთ აქ სიცარიელია, სამაგიეროდ დისკებში გამოჩნდება ეს n8-ის საწა, ხო? ფულიუმში და შემდეგ აი ეს ბრძანება გავუშვათ, აქ ამის შეცვლა, ну აი კიდევ ერთხელ მეორე თუ დროის ზონების და უფრო ზუსტად დაკონფიგურირება გსურთ, ალბათ სასურველი აქვს ჩვენი დროის ზონა მივთითოთ, განსხვავება რო არ იყოს დროებში, მაგრამ ნუ ჩემთვის ამ ეტაპისთვის პრინციპული არ არის, ეს შემდეგაც შეიძლება დაკონფიგურირდეს და მოდით გავუშვათ მეორე ბრძანებას, რომელიც უშუალოდ ჩვენს docker მანქანას n8-ის docker-ს გავუშვებს, ხო? ვუშვათ. ხო, პირდაპირ ჩავსვი, ამ git bash-ში control-ი არ მუშაობს, shift insert-ით შეგიძლიათ ამის განხორციელება. ახლა გაეშვება და სერვერი, ასე ვთქვათ, დაიქოკება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ იპოვა, ესე იგი, n8-ის ოფიციალური ეს იმიჯი, ასე ვთქვათ, ამიტომ ის ჩამოწერს პირველად უშვებ, ხო? ამ კომპიუტერზე არ მაქვს ის ჩამოწერს და შემდეგ გაშვებებისას ახლა ასე ამდენი დრო არ დაჭირდება, პირდაპირ ლოკალურად გექნებათ ეს და ხელათვე გავუშვებს ამ კონტეინერს, ხო? ხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც არ გესმით, ეს აქ რა ხდება და გაინტერესებთ უბრალოდ, ნახეთ ჩემი კურსი docker-ის შესახებ, მოდით ეს აქეთ გამოვწიოთ, ახლა გამოჩნდება ცოტა ხანში ჩვენი n8-ის სერვერი. მეტი აქ პრინციპში n8-ის ოფიციალური დოკუმენტაციიდან მეტი არაფერი არ დაგჭირდება, ახლა ეს ჩამოწერაც დასრულდება და პრინციპში აქ გამოჩნდება კონტეინერი და გაშვებული n8-ის სერვერით, რომელსაც გამოვიყენებთ cloud-თან საკომუნიკაციოდ, ხო? დაველოდოთ ცოტაც. გარდა ამისა, ესე იგი, ჩვენ, ну, რა თქმა უნდა, cloud-ი ზოგადად subscription-ი უნდა გქონდეთ, ხო, გამოწერილი წინანდელ შემთხვევაში ამას ვერ აწყობთ, რასაც დღეს მოგაჩვენებთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი $20-იანი, 100-იანი თუ 200-იანი, სულ ერთია. და ასევე cloud desktop-ითაც შეიძლება ამის აწყობა, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, რაღაც არასტაბილური შედეგებია შიგადაშიგ, ან მე ვერ გავერკვიე, მე გავაკეთებ ამას cloud code-ში. ну, ჩემთვის უფრო ესე იგი უფრო მარტივია cloud code-ში მუშაობა კონკრეტულად, ვიდრე visual interface-ში cloud desktop-ში. თუმცა იქაც ვიცი რომ ბევრი იყენეთ მას და მანდაც პრობლემა არ უნდა იყოს. რაც შეეხება კომუნიკაციას n8-სა და cloud desktop შორის შეამჩნიე, რომ ზედმეტად ბევრი პრობლემა წარმოიქმნება შიგადაშიგ, არ ვიცი რასთან არის ეს დაკავშირებული, ან ინსტრუქციები არ არის თლად კორექტულად გაწერილი, ან მე არ ვაკეთებ სწორად, კონსტრუქციაში არ აქვს ამას ახლა მნიშვნელობა. გაიშვა კონტეინერი, ვხედავთ, n8-ი უკვე ლოკალურად აი ამ პორტზე გაშვებულია და თუ აი მაგალითად მისამართიც გვაჩვენა, ახლა თუ შევალ მე ამ მისამართზე, მივიღებ ასეთ n8-ის visuals, ხო, აი აქ ის დავფარავთ, ხო, აი აქ რა ვიცი, შეგვიძლია ნებისმიერი იმეილი, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ამას, აქაც test user თქვათ, testi, გთხოვენ მინიმუმ 8 სიმბოლოს, ხო, თავისი ესე იგი ციფრები და ამ შემდეგ და დიდი ასობგერით გავუშვათ და პრინციპში n8-ის მხარებს ათ არის. ეს არ გვაინტერესებს, აქ ესეც დავსკიპოთ, n8-ის გარემო ლოკალურად მზად არის, ცარიელია, ლოგიკურია. ჩვენი მისია, ახლა ჩვენ კი არა ვაწყოთ აქ ხელით. ეს
კი ბატონო, შეიძლება კიდევ ერთხელ მეორე არავინ არ გვიშლის ხეს და ტემპლეიტებით შეგვიძლია დავაიმპორტო და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი მისია არის კლოდს უთხრათ რა გვინდა და მან შემოიხედოს აქ და თვითონ აწყოს daily workflow იმის ბაზაზე, რაც ვუთხარით. ხო, კიდევ ეს მხარე არ დავკეთოთ, ესე იგი, სადაც გაშვებულია ჩვენი n8n-ის სერვერი, იმიტომ რომ ის Docker-ის გავლით გაშვებულია და მოკლედ ამის გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან თუ გვინდა ვიმუშაოთ აი ამ სერვერთან, ეს უნდა იყოს პარალელურად დაკოკილი, ჩართული გაშვებული. ამიტომ ამას მოვკეცავ და კიდევ ერთ git-base გავხსნი, რომელშიც ესე იგი კიდევ ერთ რამეს შევამოწმებ. ჩვენ დაგვჭირდება npx-ი, ხო, ასეთი package manager-ებიდან. და ამიტომ ესე იგი შეამოწმეთ თუ გიყენიათ, თუ არ გიყენიათ, დააყენეთ აუცილებლად, დაინსტალირეთ node-ი Windows-ზე ან რა სისტემაზეც ხართ, ეძებთ უბრალოდ node.js ხო, შედიხართ და აინსტალირეთ რომელ სისტემაზეც გაწყოთ, ხო, LTS-ი გავუშვით, ესე იგი უფრო სტაბილური არის ხოლმე ესენი და სტანდარტულად დატოვეთ, აქ package manager-ი npm-ი დატოვეთ, შესაბამისად ამის ჩამოწერის შემდეგ თქვენ უკვე command line-ში ჩვეულებრივად აქ ან Windows-ი იქნება თუ რაც იქნება, გექნებათ წვდომა დაინახავთ აი ესეთ პასუხს, ხო, ეს ვერსია npx-ის, მაგალითად npm-ის ეს ვერსია და node-ის ეს ვერსია, ხო, ნუ რაც ჩამოწერეს node-ს მოყვება, თალკე npx-ის და npm-ის დაყენება არ არის საჭირო. ხო, და ეს აუცილებელია, მოკლედ ეს დაინსტალირეთ, ჩვეულებრივ ხდება, ჩამოწერთ და ინსტალაციის დროს next-ს აწვევით, არანაირი განსაკუთრებული პირობა აქაც არ არის. კარგი, ეს მომენტიც გვაქვს და იმისათვის რომ მოხდეს ესე იგი კომუნიკაცია კლოდსა და n8n-ს შორის საჭიროა თქვარი MCP სერვერის ორგანიზება, ხო? ეს MCP არის პროტოკოლი, model context პროტოკოლი, კომპანია Anthropic-ის შექმნილი თავის დროზე და ნუ მოკლედ მთელი თეორია მან უხეშად რო გითხრათ, ეს არის ფაქტიურად კლოდის ხელები n8n-ში, რასაც ავაწყოთ ფიზიკურად ხელები, კლოდი შემოვა და გააკეთებს რაღაცას n8n-ში. ხო, და ამისთვის გვჭირდება MCP, რომელიც აი მაგალითად ვიპოვა ესეთი MCP თავის დროზე, რომელიც აი ამ ადამიანმა შექმნა პირველივე თუ დავძებნით n8n-ი MCP, ვიპოვით პირველივე ლინკში აი ასეთი პიროვნების რეპოზიტორის, ხო? აი აქ ეს თავის შექმნილია, მოკლედ რო და ბევრი ახსნა, ეს ბიჭია და თავისი ინსტალაციაც მოყვება. ნუ აი ბევრი ნიუანსია აქ Cloud Desktop-ზე ხსნის ეს, მე როგორც გითხარით, შეამჩნია რაღაც პრობლემები Cloud Desktop-ზე, ამიტომ მე ავიღებ და ამას ყველაფერს დავაორგანიზებ Cloud Code-ში. Cloud Code-ში ვიღადათ მე მირჩევნია. შესაბამისად აქ ახლა პირდაპირ ეს ინსტრუქცია არ უწერია მას, თუმცა მე გაჩვენებთ როგორ ხდება ამ ინსტრუქცია. Cloud Desktop-ზეც შეიძლება და უბრალოდ web ვერსიაშიც შეიძლება. აი ეს გვერდი დაგჭირდება ცოტა ხანში. მანამდე, ესე იგი, ამას ვტოვებ ყველაფერს ჩართულს, ეს გამოგვადგება და მე შევქმნის საქახალდეს. ამ საქახალდის ბაზაზე ავაწყობ ამ კომუნიკაციასაც და შემდეგ სკილებით დავამატოთ, ვასწავლოთ უნარები, კლოდს, როგორ იმუშაოს n8n. ანუ MCP-ით თუ ხდება კომუნიკაცია, უფრო სკილებით, ასე ვთქვათ, უნარებით, ჭკუას ვაძლევთ, გამოცდილებას ვაძლევთ, როგორ მოახდინოს სხვადასხვა ოპერაცია n8n-ში კლოდი. სკილებს მივხედავთ, ამიტომ ჯერ მე გავაკეთებ საქახალდეს, მოდით მე Visual Studio Code-ში ავაწყობ ამას ყველაფერს. ვინაიდან აცნობია თქვენთვის ეს გარემო. ტერმინალს გავხსნი. და შევქმნი საქახალდეს მაგალითად n8n tests სიტყვაზე დავარქვათ, ასე არ აქვს მნიშვნელობა, თუ გინდათ სხვა რამე დაარქვით. n8n test შევედი შიგნით
და აი ამ საკახალდეში მე ვიმუშავებ, მოდით გავხსნი ბარემ N8-ის ტესტს აღერ არის. ნუ ჯერჯერობით შიგნით სიცარიელია, არაფერი არ ხდება, ხო, ლოგიკურიც არის და პირველი რასაც გავაკეთებ, ესე იგი კლოდით შევალ ახლა ამ საკახალდეში და მან დავაინსტალირებ ამ MCP servers. MCP server იქნება წამოღებული აი აქედან. შემიძლია ხელითაც გავაკეთო ეს, მაგრამ უფრო მარტივი გზაც არსებობს, მოდი აი დააგვირდით როგორ ვიცი. გავხსენი ტერმინალი ამავე საკახალდეში და ვწერ შემდეგ ბრძანებას cloud შემდეგ MCP ანუ მე გლობალურად უყურეთ გლობალურად არ დავამატებ ახლა MCP-ს გლობალურად რას ნიშნავს თელ სხვა პროექტებშიც გამოჩნდება ეს N8-თან კომუნიკაციის ხიდი მაგრამ მე არ მინდა მე მინდა მხოლოდ ამ საკახალდეში მხოლოდ ამ პროექტში კლოდისა და N8-ის ურთიერთობა სხვა პროექტებში გლობალურად მე არ მჭირდება ეს ამიტომ როგორ ვაკეთებ წერ cloud MCP-ეთ, ნუ თავისთავად cloud კოდი უნდა გქონდეთ დაყენებული კომპიუტერშიც და რაც გითხარით გამოწერად subscription-ი უნდა გქონდეთ, სხვანაირად ვერ იზამთ. შემდეგ წერ აი ამ MCP-ის დასახელებას N8 MCP, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი მომენტია, ესე იგი scope, უთითებ რა ფარგლებში იყოს ეს დაინსტალირებული პროექტის ფარგლებში. და ორი ტირის შემდეგ წერ ასეთ რამეს MPX-ი, აი ეს Node.js-ით რაც ჩამოიწერება თან MPX-ით გავშვი N8-ი MCP. აი ის ჩამოწერ საჭირო მონაცემებს, საჭირო ფაილებს, რათა შევძლოთ, ესე იგი ამ ჩვენი MCP-ით სარგებლობა, ხო? პრინციპში აქ მეტი არც არაფერი დავაჭიროთ enter-ს და პრინციპში აი აქ ეს დაემატა, დაგვერდით, გაჩნდა ფაილი mcp.json-ი, აი ეგერ არის, რომელშიც არის გარკვეული კონფიგურაცია. ესეთი კონფიგურაცია, რომელიც უნდა დავხვეწოთ, რა თქმა უნდა და უნდა დავაკონფიგურიროთ ყველანაირად არ გამო. აქ ესე იგი რა უნდა ჩავწეროთ ამ ფაილში თუ ჩამოვსკროლოთ აი ამ MCP-ის ავტორის გვერდზე ხო აი აქ ვნახავთ სხვადასხვა კონფიგურაციას და აი მაგალითად აი ეს გვაწყობს შესაბამისად მე მგონი ეს გათვლილია Mac-ზე და Linux-ზე პირდაპირ ასე Windows-ზე არ იმუშავებს მაგრამ გაჩვენებთ ახლა რა შეცდომაზე გავალ და როგორ დავფიქსოთ თან troubleshooting-იც გავაკეთოთ ამიტომ ამას მე ვაკოპირებ, პირდაპირ მოვდივარ ამ ფაილში, რომელიც ამ პროექტის ფარგლებშია, თავზე გადავაწერ, ვამახსოვრებ, აქ ავტომატურად გასწორდა ეს არგუმენტი, კიდევ აი აქ მე დამჭირდება ჩემი N8 სერვერის მისამართის მითითება, გაჩვენებთ ახლა სადავიღოთ ეს და API გასაღების მითითება. ორივეს გავაკეთებთ. ესე იგი ჩვენი სერვერი ლოკალურად არის. აი მოვედით აი აქ, აი ხედავთ პირდაპირ რაპორტზეა და რა ასე იგი მისამართია, ხო? ამიტომ ვიღებთ ვაკოპირებთ, მოვდივართ აი აქ და ვსვავთ პირდაპირ აი ეს თუ ლოკალურად თუ ახლა რამე გარე სერვისზე გაქვთ, იქ იმ დომეინის სახელს წერთ, პორტის გარეშე შესაბამისად ისიც უნდა მუშაობდეს. რაც შეეხება API keys, API key დასაგენერირებელი გვაქვს ასევე N8-დან, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ აი აქ ესეთი setting-ების განყოფილება და N8 API, ესეთი პუნქტი. შემდეგ ვაწვევით create API, რამე დავარქვათ, რა ვიცი, N8 tests, რაც გაიხარდებათ ის დაარქვით, რამდენიც გინდათ იმდენი მიეცით, ესე იგი ვალიდურობის დრო, დავაჭიროთ saves და აი ეს რასაც მიიღებთ ამ tokens, ხო, გავფრთხილდით, ყველას არაჩვენოთ, თუ გარი გატანილი ეს სერვისი, მე აქ დავაკოპირებ მას, ხო, შეინახეთ ეს ტოკენი და აი აქ უნდა ჩავსვათ. ახლა წმინდა უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე პირდაპირ ამ ფაილში ამის ჩაყრა არ არის კარგი. ანუ სხვანაირად გეთება ცოტა, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე დავანებოთ უსაფრთხოებას თავი, ჩვენ გვინდა უბრალოდ დავაწყობთ, ან ლოკალურად ვაწყობთ ამას, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა ყურადღებით იყავით, პირდაპირ ასე ღიად ასე ტოკენებს ნუ ანთავს.
ოკეი, დავამახსოვრეთ ახლა ეს ფაილი. EPA გასაღები გვაქვს, მისამართი გვაქვს, რომელ სერვერს უნდა მიაკითხოს, ეს სერვერი გაშვებული უნდა იყოს, აუცილებლად გვახსოვს, რომ დოკერით არის გაშვებული და აქ ახლა კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნება, რომელსაც მე ცალკე დავამუშავებ. მე კიდევ ერთ git-base გავხსნი და მანდ შევალ მაგალითად ჩვენი პროექტის საქხალდეში, ხო? აი ესე შევედი და გამოვიძახოთ კლოდი. გამოვიძახოთ კლოდი, პირველად ვკითხავს სავარაუდოდ, ხო, გვეუბნება რომ აი არის პრობლემა. პირდაპირ MCP-ის მის თემა და ეს აი ბრძანებაზეა აქცენტი აქ Windows-ში ცოტა არასტანდარტულად კეთება ეს, არაუშავს, ამან არ უნდა შეგვაშინოს და მოდით ვნახოთ ეს არ გვინდა. მოდით ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ამის გასწორება. თქვათ არ ვიცით და შეიქმნა რაღაცა პრობლემა და ეს MCP-ის მიბმა პირდაპირ არ გამოდის, ხო? ახლა მაგალითად თუ ნახავ მე MCP-ს, აი აქ ხედავთ, ვერ ხედავს იმ MCP-ს არა და წესით უნდა დამატებულიყო და გითხრა რომ აგერ დავამატებ ფაილში და ჩვენს თითქოს სწორად გავწერეთ მისამართი. მაგრამ არის რაღაცა პრობლემა. და აი პირდაპირ გვარნახობს ახლა კლოდი. მე ამ გამოვიყენებ ამას პირდაპირ, ჩავსვამ დოქტორს, გავუშვებ და დაწერს შესაბამის დიაგნოზს, ხო, ასე ვთქვათ. ეს დიაგნოზი საბოლოო ჯამში თქვენ შეგიძლიათ ესე იგი ესე მონიშნოთ, git-base-ში ესეთი მონიშნა ნიშნავს კოპირებასთან. ხო, და ჩავსვათ ისე უკან დაუბრუნოთ ეს და აბა დაგვიხმაროს თვითონ კლოდ კოდი აი ამის გადაწყვეტაში, ხო? რაშია საქმე, თქვათ არ ვიცით საერთოდ და ვერ გვევიდით და ნუ არა უშვის აგერ არის საკმაოდ ჭკვიანი AI, ასე თქვა და იგეუნება რომ ეს NPX-ის მაგივრად აი ესე უნდა დავწეროთ, ვინაიდან Windows სისტემაში ვარ და შემდეგ აი ესეთი ბრძანებებით დავამატოთ არგუმენტებში და სწორად იქნება უკვე MCP-ის მიბან. კი ბატონო, დავეთანხმოთ, გადააკეთებს ამ ფაილს, აი გადააკეთა, დააკვირდით, ხო, გადააკეთა. ეს Windows ეხება მარტო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აუცილებლად გადავტვირთოთ თვითონ კლოდ კოდი, იმიტომ რომ ცვლილებები რო შევიდეს ძალაში, სასურველია გადაიტვირთოს ამ ეტაპზე ასე დაწყობი. ახლა მე თავიდან შევდივარ კლოდში და აი ხედავ რომ ესე იგი ხედავს უკვე გარკვეულ MCP სერვერს და ნუ აი პირდაპირ სახელის წერია, ხო, MCP.json ფაილის მოქმედების შედეგად. მოდით პირველი პუნქტიც შეგვეძლია და პრინციპში ან მეორე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში, ახლა ჩვენ არ გვაქვს დიდი პროექტი და ფაქტიურად აი შეიქმნა დაგვერდით კლოდ საკახალდე, აქ თავისი სეტინგებია და ნუ მოკლედ ეს MCP-ც მიება. როგორ მივხვდეთ მიება თუ არა? წერთ უბრალოდ MCP-ს და ხედავთ რომ დაკონექტებულია ჩვენს N8-ის სერვერთან. ესე იგი კლოდი ხედავს უკვე ფაქტურად მიიღო ხელები სამოქმედოდ N8-ის მხარეს. თუმცა ამით რა თქმა უნდა ყველაფერი არ სრულდება. შეგვიძლია ასე დავტოვოთ რა თქმა უნდა, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მე გავაკეთებდი. ესე იგი აქ მე გავაკეთებდი შემდეგ რამეს. იგივე პიროვნებას აქვს შემდეგი რეპოზიტორი, რომელსაც ქვია skills. აი პირველივე ლინკია, შევდივარ ჩიგნით და ესე იგი თუ MCP გვაძლევს ფაქტიურად სამოქმედო ინსტრუმენტებს, თულებს, skills-ი გვაძლევს გამოცდილებას, აძლევს კლოდს გამოცდილებას, ხო, როგორ და 7 წალის სკილი აქვს თუ არ ვწდები, აი აქ თუ შევალთ აი ამ რეპოზიტორიში აი JavaScript-ის წერის უნარი, Python-ის წერის უნარი, სინტაქსის გასწორების უნარი და ასე შემდეგ. აი ეს ყველაზე კრიტიკული ეს არის MCP-ის გამოყენების უნარი. ჩვენ ახლა ეს სკილები, ესე იგი თუ ამატებთ ამ უნარებს კლოდში, ის ფლობს გარკვეულ უნარებს და ის დიდ ბევრ ტოკენებს არ ხარჯავს, ისეა აწყობილი პირველი ჩატვირთვისას, ანუ სანამ არ გამოიძახება კონკრეტული სკილი, მთლიანად
იგი არ იხარჯება. თუმცა MCP ხარჯავს, ესეც უნდა იცოდეთ. მოკლედ, აი ამ სკილებს ჩვენ ხა ჩამოვწერთ ჩვენივე პროექტში, ისე ლოკალურად პროექტის საზღვრებში, გავშლით სწორად და მივანიშნებთ გლოცს, რომ აი ეს უნარები აი თუ ისე, როდესაც MCP-ით დაიწყებ რაღაც მოქმედებას NATN-ის მხარეს. როგორ გავაკეთოთ ახლა ეს, ესე იგი, ისე გადმოვედი აი აქ. პრინციპში ეს ფაილები ამ ეტაპზე უკვე აღარ გვჭირდება, კონფიგურაცია არის, კავშირი შედგა, კომუნიკაცია მათ შორის შედგა. და მაგალითად მე გავაკეთებდი ასეთ რამეს. აი აქ, სადაც ჩვენ სკილების რეპოზიტორი სადაც არის, დავაკლონირებდი. ну, თქვენ შემთხვევაში შეიძლება HTTPS-ით იყოს, ჩემ შემთხვევაში მე მაქვს ეს SSH-ით თუ არ ვწდები, შესაბამისად გასაღები მაქვს აწყობილი წინასწარ და გასაღებით გავაკეთებდი ამას მაგალითად. ახლავე გაჩვენებთ ახლა როგორ შეიძლება გასაღები არ გქონდეთ თქვენ, შესაბამისად უბრალოდ აკოპირებთ ამას და git clone cert არაფერი არ იცვლება ამით, მე გამოვიყენებ აი აგერ არის. ესე იგი კიდევ ერთი განყოფილება უნდა იყოს, აქ ვინაიდან ინკოგნიტოთი ვარ შესული Chrome-ით არ ჩანს. ანუ HTTPS-ი ჩვეულებრივი პროტოკოლით ჩამოწერა, ან SSH-ით მე გასაღები მაქვს დაკონფიგურებული GitHub-ზე საკომუნიკაციო შესაბამისად მე გამოვიყენებ ამას. ოკეი, დავაკოპირე, გადმოვედით, სად გადმოვედით ისევ ამ საკახალდეში და ვუშვებ შემდეგ ბრძანებას. ну, თავისთავად git-ი უნდა გეყენოთ, git clone და კოპირებთ, swamp აი იმ დაკოპირებულ links აი იმ რეპოზიტორიდან. თქვენ შემთხვევაში თუ HTTPS-ია, მეორე links swamp არ არის პრობლემა. git-თან მუშაობას თუ არ იცით, ნახეთ ჩემი კურსი დაწვრილებით მაქვს ახსნილი და აუცილებელი ტექნოლოგიაა დღესდღეობით მისი git-ის სწორი. ოკეი, git clone, ესე იგი ჩამოწერ მთლიანად ამ საკახალდეს, მაგრამ მე პირდაპირ აქ არ მინდა, მე მინდა ვთქვა ჩამოწეროს ეს ყველაფერი, აი დავარქვა NATN skills საკახალდე აი აქ. წერტილს წინ ვსვამ, ვინაიდან hidden TV საკახალდე მინდა იყოს დაფარული, მაგრამ ამ პროექტისთვის ნათელია, ასე ვთქვათ, ხო? გავუშვათ და აი ამ საკახალდეში აგერ არის ჩამოწერს ახლა მთელ რეპოზიტორის თავისი მონაცემებით, ხო? ჩვენ გვაინტერესებს skills საკახალდე, სადაც არის ზუსტად აი ეს უნარები გაწერილი. MD ტიპის, markdown ტიპის ფაილებია და აი აქ ინსტრუქციებია. მოდით გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყენოს ესა თუ ის მოქმედება NATN-ში cloud-მა, ხო? ანუ უნარებია გაწერილი ფაქტობრივად. სწორი მოქმედება NATN-ში. და თავისი დამოკიდებული MD ფაილებიც აქვს. თითო ამ skills 7 ცალია, როგორც გითხარით, ჩვენ ეს კი ჩამოვწერეთ, მაგრამ არ მიგვიბია ჯერ cloud-ისთვის. შესაბამისად, ეს შემდეგი ეტაპია და ამასაც ახლა გავაკეთებთ. როგორ გავაკეთებთ ამას? პირველ რიგში მე მინდა აქ შევქმნა cloud.md markdown ფაილი, ეს არის სისტემური ინსტრუქციების ფაილი. cloud.md კრიტიკული ფაილია და სისტემური ინსტრუქციებიც გვჭირდება. სისტემური ინსტრუქციები ახლა ჩვენ ვარ გამოვიგონოთ, ხო? ესე იგი, როგორ მიუდგეს cloud-ი NATN-ის გამოყენებას, ხო? სისტემური ინსტრუქციები, სხვადასხვა შეიძლება იყოს თქვენივე სხვა ინსტრუმენტები შეიძლება იყოს მარტო cloud-ზე და მასზე არ არის NATN-ზე აქ საუბარი. ამიტომ სისტემური ინსტრუქციები მნიშვნელოვანია ალბათ GPT-ში გამოგიყენებიათ, ხო? სისტემურად შეიძლება გაწეროთ, რასაც ჩავაგდებ შენთან ჩატში, მით არ უნდა ქართულად პირდაპირ, ხო? აი სისტემური ინსტრუქციაა და რასაც ჩააგდებთ იმ კონკრეტულ ჩატში, ყოველთვის თარგმნის ქართულად. ან რასაც ჩავაგდებ ამიხსენი მარტივი ენით. სისტემურ ინსტრუქციაში გავწერეთ ეს და აწვდით რაღაც ტექსტს და სისტემურ ინსტრუქციას მიღვება ChatGPT ან Claude ან რაც არის და მარტივად გიხსნა, ну გლობალურ პარამეტრებს, გლობალურ ინსტრუქციებს ვაწერთ. აქაც ამაზეა საუბარი Claude.md ფაილში გვინდა ეს გავწეროთ, მაგრამ ჩვენ არ ვიგონოთ ახლა ამ ადამიანმა უკვე სადაც იყო აი პირველ რეპოზიტორიში MCP სადაც შემოგთავაზა მანდვე დადო აი სისტემური ინსტრუქცია, რომელიც უნდა ჩავაგდოთ აი ამ Claude.md ფაილში აგერ არის.
და აი პროექტის დასაორგანიზებლად, ну აქ საუბარი აქვს Cloud Desktop-ის პროექტზე, მე არ ვიყენებ მას, არ მომეწონა რაღაც ამ კონკრეტულ კონტექსტში. და აგერ არის ეს სისტემური ინსტრუქცია, ვაკოპირებთ და ვსვამთ ამ cloud.md ფაილში. ეს ერთი სისტემური ინსტრუქცია MCP-ს გამოსაყენებლად cloud-ს მივაწოდეთ, მაგრამ MCP-ს გამოყენება ერთია, ასევე ჩვენ გვინდა მივუთითოთ სისტემური ინსტრუქცია სკილები რო დაინახოს, ხო? თვითონ ინსტრუქციები სკილებში სავსეა, ხო? აი ნებისმიერში რო შევიდეთ აქ სკილებში ინსტრუქციები სავსეა, შეგიძლიათ შემდეგ გადაიკითხოთ, უბრალოდ ბევრია. მაგრამ უნდა მივახვედროთ cloud-ს თუ სად ნახოს ეს უნარები, ეს სკილები, ხო? ამიტომ გლობალურ სისტემურ ინსტრუქციებში cloud.md-ში მე ჩავსვავ ასეთ კიდევ ერთ სისტემურ ინსტრუქციას. ამას მოგაწვდით იმაში YouTube-ის აღწერაში და აქ რას ვაკეთებ აქტიურად, ანუ დალინკვა ხდება გლობალურ, ესე იგი, როდესაც ქმნი N8N-ის workflows, იხელმძღვანელე ამ უნარებით, რომლებიც განთავსებულია აი ამ საკაყალდეში, ამ ქვესაკაყალდეში, აი სახელებიც, ხა თუ სხვა სახელი დაარქვით რამე, სწორად დააკორექტირეთ, მე აი სახელი მაქვს და შესაბამისად აი აქ შედივე უნებით, აი აქ შედი და წაიკითხე შეგნით რაც ხდება და აი აქ აღწერა, ესე იგი MCP თულების გამოსაყენებლად ეს ნახე, ეს ფაილი დანარჩენებისთვის აი ეს ნახე და ასე შემდეგ. მოკლედ მივანიშნეთ თუ სად ეძებოს ეს უნარები cloud-მა. დანარჩენს თვითონ წაიკითხავ შიგნით. ეს უკვე აწყობილია ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ მივიღებ ამ სკილების თავიდან აწყობა არ არის საჭირო. თუმცა თქვენ შეიძლება თქვენი დაამატოთ ამაში, ხელს არავინ არ გიშლით. შექმნით skills files გაწერთ მან ინსტრუქციას ისე როგორც გაწყოთ. საბოლოო ჯამში ჩვენ ესე იგი მივიღეთ პროექტი. გვაქვს გლობალური ინსტრუქციები, გვაქვს MCP-სთან კავშირი, გვაქვს სკილები, რომელსაც ხედავს გლობალური ინსტრუქციიდან cloud-ი და დანარჩენი სისტემური ფაილები, რაც ჭირდება cloud-ს. ამის შემდეგ პრინციპში აქ ჩვენ მეტი წესი და რიგით არაფერი არ უნდა გვჭირდებოდეს. მოდით მე ისევ გამოვალ და შევალ cloud-ში, მაინც ყოველ შემთხვევაში. ან პირდაპირ აი აქ ვიმუშავებ, აქ გამოვიძახებ cloud-ს, არავინ ხელს თუ არ გვიშლის. cloud, აქაც შეგვიძლია cloud-ით ვიმუშაოთ, ხო? Visual Studio Code-ის ტერმინალში. ვნახოთ, ესე იგი MCP-ში რა ხდება, კავშირი გვაქვს. კი ბატონო, თუ ვნახავთ skills, აქ პირდაპირ არ გამოჩნდება skills-ები, იმიტომ რომ ირიბად გვაქვს მითითებული გლობალური ინსტრუქციით, ამიტომ აქ პირდაპირ არ ჩანს. არა ვშ. ხო, მოდით ახლა უთხრათ ასეთი რამ, რა ვიცი, რამე ამოცანა მივცეთ. Create N8N workflow for latest results of Premiere English Premier League with team standings. ну თან ეცხრილიც რო გვაჩვენოს. ხო, დანარჩენი აქ პრინციპში მეტი არაფერი არ მჭირდება, სავარაუდოდ რაღაც შეცდომები ახლა გამოვა, მაგრამ ასევე cloud-ით ჩვენ ამას მივხედავთ. ახლა წესით თუ ყველაფერი სწორად ავაგეთ და არაფერი არ დამავიწყდა. cloud-ი MCP-ის დახმარებით ამ ხიდით გადავა N8N სერვერზე და დაიწყეს workflow-ს აშენებას. პრიმიტიული workflow-ა, მაგრამ შემდეგ რთულები თქვენ ააწყვეთ შემდეგ. უბრალოდ აქ ჩატავებით cloud-ს და ის გიწყობთ აი მთელ კონსტრუქციებს. ხო, გავუშვათ ხო, აბა ნახოთ როგორ იმოქმედებს. აი, შეხედეთ. დაინახა MCP თული ხიდი დაინახა და მეკითხება მომწმადლე უფლებას რომ ესე იგი გამოვიყენო ეს კი და ვეთანხმები ბოლომდე. კი ბატონო, ვეთანხმებით. ну, უბრალოდ დაითანხმეთ, აქ არაფერი კრიტიკული არ არის. ცოტა ხანში ჩვენ აი აქ დავინახავთ ეფექტებს, გარკვეულ ეფექტებს, შეიქმნება გარკვეული workflow, N8N-ის workflow.
კიდევ აი სხვადასხვა ოპერაციებისთვის ითხოვს უფლებას, ხო? დავეთანხმოთ. კი ბატონო. შემდეგ კონტექსტური პანჯერაც ვნახოთ, რამდენს იყენებს. მაინც. ამასაც დავეთანხმოთ. შეიძლება პირველივე ნაბიჯზე იდეალურად ვერ აწყოს, ვინაიდან N8-შიც როგორც ვიცი ვერსია შეიცვალა, გარკვეული ვერსიების განსხვავების პრობლემები შეიძლება იყოს, არა უშავს, ვაბრუნებთ ამ იტერაციული პროცესია, ვაბრუნებთ უკან შეცდომას cloud code-ში, ის ასწორებს, ისევ თუ რამე არ მოგწონს, ისევ ვაბრუნებთ, ისევ ასწორებს და საბოლოო ჯამში ბევრად მარტივად ხდება ეს პროცესი, ვიდრე იჯდე იქ და მთელი ეს ბლოკები აკონფიგურირო საათობით ან დღეობით. აი აქ ამ cloud code-ის და skills-ების, N8 skills-ების plus MCP-ის დახმარებით, ამ კომბინაციის დახმარებით ვიღებთ მაქსიმალურ ეფექტს. ხო, აქაც აი გარკვეული რაღაცა ინფორმაციები მოაქვს, უკვე კი ბატონო. იქო data უნდა გამოიღოს, ხო, ჩვენ cloud-მა ხო არ იცის ან N8-მა რა შედეგები არის ინგლისის პრემიერ ლიგაში, ამიტომ კონკრეტულ სერვერს მიაკითხავს, ნახავს თვითონ, არ ვიცი, რომელიღაცას მიაკითხავს და დააკონფიგურებს კიდევ ვეთანხმებით. ეს თითეული node-ისთვის, ესე იგი ხო node-ებია, ხო? N8-ში შესაბამის ლოგიკას აკეთებს. ხო, ცოტა დრო ჭირდება, ძალიან ბევრი არა, მაგრამ მაინც. ესე იგი რა გავიარეთ ჩვენ MCP ხიდი, cloud-სა და N8 შორის, უფასოა. ლოკალურად თუ აკეთებ, თუ სერვისის გამოყენება გსურთ, აქ ამ ადამიანს აქვს აი აგერ სერვისიც, ოღონ 100 გამოძახება დღეში, გადადიხართ აქ და ეცნობით თუ როგორ შეიძლება ამის ორგანიზება. და skills-ები, ანუ უნარები, როგორ იმუშაოს ამ MCP tool-ებით N8-თან cloud-მა. კიდევ რა გვინდა, ხო, ესე იგი მოდით მე ნუსხასაც ჩამოვწერ. ბარემ. ეს გავთიშოთ. ესე იგი რა არის საჭირო, ხო? მაინც რომ არ გამოგჩეს. Docker desktop-ი, ჩემი კონფიგურაცია როგორია. ახლა Docker desktop-ი Mac-ებზე და იმაზე მე არ მაქვს პირდაპირ ჩაშენებულ Docker-ს ვიყენებ, მაგრამ არ არის პრობლემა, შეგიძლია დააყენოთ იქაც. ხო, კიდე Node.js-ი და საინსტალირებელია. მას მოყვება npm package manager npx-ი. კიდევ N8-ის სერვერი თვითონ, ხო, რომელიც დავწერ local server, რომელიც Docker-ზე გავუშვით. შემდეგ N8-ის MCP, ეს საკომუნიკაციო N8-ის skills, უფრო ჭკვიანი რო იყოს, ხო? skills-ების გარეშეც მიაგნებს საბოლოო ჯამში პასუხს, მაგრამ skills-ებით უფრო 1-1000 ძლიერ მონარებით. ხო, რა თქმა უნდა, cloud-ი, cloud-ის subscription-ი ან $20-იანია თუ ვსწრები, ან 100-იანი ან ზევით. ხო, ნებისმიერი subscription-ი, ხო? სხვანაირად. ხო, და პირადად მე cloud code-ში ავაწყო ეს cloud desktop-ში შეიძლება აწყობა, მაგრამ რაღაცა ვერ მოვქოქე ისე როგორც მინდა. ბევრი შეცდომას უშვებდა ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ის flow გავიარა. ხო, აი გაკეთდა, გარკვეული შედეგები უკვე მივიღეთ, არც თუ ისე დიდი დრო დაჭირდა. Workflow deployed successfully გვეუბნება 0 შეცდომა, ნახოთ. გარკვეული რაღაცა შედეგები წამოიღო რაღაცა რესურსიდან, API რესურსიდან. რაღაც ინფორმაციას გვაწვდის, აქ API ტოკენი დაგჭირდება სავარაუდოდ. ნახოთ, აქედან, ნახოთ, მე მგონი მაქვს ამის API ტოკენი და ხო, აი. ხო, ამ საიტზე მე მაქვს რეგისტრაცია, შესაბამისად, თქვენ უბრალოდ დარეგისტრირდით, უფასოდ არის გარკვეული რაოდენობის გამოძახება დღეში, ესე იგი 10
აგერ წერია პირდაპირ 10 API გამოძახება წუთში, ხო? დარეგისტრირდით, ჩვეულებრივ მიიღებთ email-ზე ტოკენს, მე ტოკენი უკვე მაქვს და გამოვიყენებ აქ და ჯერ ვნახოთ რა აწყო. გადმოვედით აი აქ N8-ის სერვერზე, ხო? და ვარეფრეშით, განვახლეთ. და ხედავთ workflow-ს, შეხედავთ ეს კლოდმა გააკეთა. მე ახო არ გამიკეთებია. შევედით შიგნით, ნახოთ რა შეა საქმე. აი ასეთი სიტუაცია, ხო? ესენი ცოტა შევალამაზოთ. მოდით, ხო, იყოს ასე. აქ და აქ სავარაუდოდ იქნება საჭირო ტოკენები ჰედერებში. მიხედავთ, ესე იგი პირველი არის ცხრილის ვინომელ ადგილზეა, ასე ვთქვათ, გუნდები, მეორე არის გუნდების ბოლო თამაშების შედეგები, ხო? შემდეგ ამას აერთიანებს და ესე იგი JSON-ით გვაწვდის, ხო, JSON. ხო, მოდით აქ მე დავამატებ ახლა იმ ტოკენებს, რომელიც იმ სერვისიდან აღებული, შეიძლება სხვა სერვისიდანაც გაკეთდეს, ეს უკვე თქვენ თუ იცით რამე უკეთესი ეუნებით პირდაპირ კლოდს, რომ ამ სერვისიდან წამოიღეთ data და გააკეთე ესა და ეს, ხო, კი ბატონო, ან შეიძლება უფასოც ნახოთ. ესეც უფასოა, რაც გაჩვენეთ და მოდით ნახოთ, სად უნდა ჩავსვათ. header, ხო, აი აქ სავარაუდოდ, აბა როგორ გვეუბნება, როგორ ჩავსვათ. s და შემდეგ value s x. კარგი, x. იცით, ნახოთ აქ როგორ არის. option header basic authentication მოდით გავაკეთებ. ან ვეტყვი კლოდს, ახლა მე ეს მაგალითად არ მახსოვს, ცოტა სხვანაირად ვაკეთებდი. ესე ხო არ ჯობია? არა. მას ვეტყვი პირდაპირ კლოდს, ახლა კიდე სხვა ბლოკია მომიგდო, მოდით explain step by step how to provide header name ეს პირდაპირ დავაკოპირებ. ამისთვის გვაქვს ხო აღაზე პირად რო არ ვახსოვდეს. აგერ პირდაპირ ვეკითხებით და პირდაპირ გვეტყვის თითქმის ბოლომდე მისული ვართ, აბა მეორე ქვევით. მეც უფრო სხვანაირი ბლოკი მახსოვს, აქ შეიძლება ახლა რა თქმა უნდა ამის ცალკე გატანა გლობალურად. კი ბატონო, ესეც ვარიანტია, მაგრამ მე მახსოვს რომ პირდაპირ აქვე შეიძლებოდა ამის გაწერა, ნახოთ ახლა. ხო, ეს გვაქვს, თქვენს დარეგისტრირდით უბრალოდ აქ. რეგისტრაციის შემდეგ ესე იგი paste value step 3. კი ბატონო, მოდით ასე გავაკეთებ ახლა. აქ ნაბიჯებიც გავწერი. menu icon top left hamburger menu click credential. ხო, მაინც ესე გლობალურად გასაკეთებელია, კარგი გავაკეთოთ გლობალურად, მეზარებოდა, მაგრამ ასე გავაკეთოთ. ესე იგი name, რა ვიცი, რამე დავარქვათ N8 tests football. ანაც. აი აქ სავარაუდოდ მე დამჭირდება ეს ტოკენი ერთწუთით ეხლა შევალთ ჩემთან რომ ვიპოვო ჩემი ტოკენი გლობალურია, ამიტომ გადმოვიდან ამას და ჩავსვამ და დავბრუნდები. ხო, კი ბატონო. შევინახოთ. იგივე ხო. პრინციპში ხო, ესეც ეს შეგვიძლია დავხუროთ, აქაც იგივე რო გავაკეთოთ. კაც მე მგონი გავასწორეთ პრობლემა, ვნახოთ ახლა წესით და რიგით უკვე კომუნიკაცია უნდა გქონდეს, აბა ვნახოთ.
get email standings for the perhaps check your credentials. Okay. See it last story არ ყოფილა. კარგი. დავიკითხოთ ზუსტად რას გვეუბნება X authentication token. There authentication token. აი ესე ვიზამ. და აკვე ჩავმატებ. არის რაღაც არ მოწონს არასწორ ადგილზე მივთით სავარაუდოდ მე და მაგიტო. Where exactly add my token. ეს ეხა კარგია შეცდომები რომ მოხდა თქვენ გეწოდინებათ როგორ მიუდგეთ ასეთი გაურგებარი ტიპის შეცდომებს აი მაგალითად მე დიდი გამოცდილება რო არ მაქვს უბრალოდ ეგრევე ვერ ვიპოვეს რაც რაზეც მიშვეული ვიყავ მაგრამ იმდენი ვერსია განახლდა ამ ბოლო ხანებში ამ NTN-ისტაში და რაღაც ნოუდები თუნდაც რომ აღარ მახსოვს უბრალოდ არ ვიცი და სამაგეროთ აგერ კლოდკოდმა იცის კარგი also there header authentication drop down already shows header click the pencil icon edit button right and drop down this will open a credential did there okay ayak value ბატონო name უნდა მიმეწერა აი ეს მე ჩემი შეცდომა მე არ დავაკვირდი რატომღაც აი ეს მოსკინა ეს აი ეს უნდა გამეკეთებინა და აქაც სავარაუდოდ გასასწორებ არა ხო ეს საერთოა აქ ავტომატურად გასწორდებოდა ნახოთ აბა კი ბატონო ამუშავდა და მივიღეთ პასუხი ახლა აქ JSON ფორმატში იქნება, მაგრამ JSON-ით მე, ну კარგია JSON-ით, მაგრამ მოდით ასე ვქნათ, ესე იგი ვიზუალურადაც რო ვნახოთ ხო, ლამაზად რო იყოს. ტოკენები გავასწორეთ, მე რა შეცდომას დავუშვი, რატომღაც ჩემი სახელი გავწერე, სისულელი გავაკეთე, მაგრამ აგერ მეუნებოდა გასაგებად რომ აი ეს გაწერეო, როგორი ჰედერი უნდა იყოს და მე კიდე ვიფიქრე რომ ჩვეულებრივი random სახელი იყოს საჭირო. შემდეგ API, რასაც იმ საიტზე მიიღეთ პირდაპირ მარტივი საიტია რეგისტრაციის მერე დაინახავთ პირდაპირ. აქ copy paste-ეთ, არაფერი განსაკუთრებული არ არის. ახლა მე რა მინდა please add in the workflow nice web interface for latest results and standings. ესე იგი დაამატოს web interface JSON-ში რო არ ვიკითხოთ ახლა JSON-ში გვაქვს უკვე პასუხი და მუშაობს კიდევაც, მაგრამ მეუნები აგერ clots მიბძანდი ბატონო ისევ workflow-ზე დაამატე web interface-ი, სადაც იქნება ბოლო შედეგები და ეს ადგილმდებარეობა გუნდების, ხო? შესაბამისად ისევ აი შეხედეთ ისევ იყენებს MCP-ს სკილებით უნარები აქვს, იცის როგორ მართოს, დააკვირდეთ პირველივე ჯერზე აწყო ეს შეცდომები არ იყო თითქმის კი არა არ იყო შეცდომები, მე დავუშვი შეცდომა. ხა API თუ სწორად ვერ გააწერე, ეს შენი პრობლემაა და არა კლოდის, ხო ხდებით? სწორად უნდა გამეწერა. დანარჩენი თვითონ workflow უშეცდომოთ აქვს, ანუ უკავშირიც აქვს, თან ხშირ შემთხვევაში ამოწმებს ხოლმე, რამდენად ვალიდურია ესა თუ ის workflow. ანუ აწყო შეამოწმოთ, ანუ ტესტირებას აკეთებს, როგორც მახსოვს მე. და შესაბამისად თან ამოწმებს ის ბლოკები, რო აგიწყო. რამდენად ვალიდურია ეს. ხო, და გაითვალისწინეთ, თუ რაღაცა შეცდომა ამოაგდო, პირდაპირ ესე screenshot-ი გადავუღეთ იმ შეცდომის, ჩაუგდეთ უკან კლოდს და უთხარით, აგერ ასეთი სიტუაცია, რა ვქნათ. თვითონ დიდი ალბათობით მიაგნებს რაშიც არის პრობლემა. ახლა ცოტა დაველოდოთ, სანამ ააწყობს პატარა web-გვერდს და პრინციპში აქ ჩვენ რაც გავწერეთ, მე მგონი არაფერი არ გამორჩა, ну მე რაც გავაკეთე cloud კოდია, თუმცა იმუშავებს web interface-შიც, cloud AI რაც არის და ასევე cloud desktop-შიც.
თუმცა მე რაც ვნახე ვიმეორებ, აი კლოდ კოდში უფრო სტაბილურია ყველგან, ვიდრე აი ვებ ინტერფეისში აწყობილი მათ შორის სკილებით. არ ვიცი რატომ. ხორცთუმეში ესეთი გამოცდილება მაქვს. ხო, ლოკალური სერვერი შეიძლება იყოს არალოკალური, არამედ გარე რეალურ სერვერზე განთავსებული, მაშინ ესე იგი local host-ი და პორტის მაგივრად იქნება real domain name, ხო? რეალური დომეინის სახელი და პორტის გარეშე პირდაპირ მიაკითხავთ, უბრალოდ სწორად გაწერთ აი ამ ინსტრუქციებში, საკომუნიკაციო ინსტრუქციებში. გვეკითხება update გავაკეთოთ თუ რა? კი, გააკეთოს update-ი. კი ბატონო. ხო, და პრინციპში რა, ნუ მე დოკერით ავაწყე, ხო, სხვათა შორის არის კიდევაც რომ შეიძლება ამ ყველაფრის დოკერშივე რეალიზაცია ამ MCP-საც, მაგრამ ნუ მე ესე ვარჩიე Docker desktop-ზე NRT-ი სერვერი გავუშვი და MCP უყევ ძალკე. კი ბატონო update-ის უფლებას. ხო, ასეთ შეკითხვები რო არ დასვას, შეგვიძლია გავუშვათ კლოდი, ესე იგი, საერთოდ ყველაფერზე დათანხმების რეჟიმში. ის სახიფა თუ ის რეჟიმი უნდა ითქვას, მაგრამ როდესაც ვეჭველიცი რომ არაფერი არ დაზიანდება და ერთ პროექტში იხარშები, არანაირი პრობლემა არ არის. ხო, შესაბამისად, კლოდის არასტანდარტული გაშვება არის შემდეგნაირი, მოდით გაჩვენოთ კლოდ. ბრძანება გამოიყურება შემდეგნაირი კლოდ dangerously skip permissions. აი ესეთი ბრძანება ვნახოთ ახლა ზუსტად როგორ ხო ბა dangerously აგერ არის. ანუ ესე იგი რაშია საქმე, თუ ასე გეზარებათ დაჭერა ყველა ჯერზე დათანხმება და ასე შემდეგ და უეჭველთ არწმუნებული ხართ რომ არაფერი არ დაზიანდება, მაშინ კლოდი გამოიძახეთ ასეთნაირად. არა ასე, არამედ აი ესეთი ალმებით. შეხედეთ? აი ესე გავუშვით და მან დეფოლტად იგულისხმება ყველაფერზე დათანხმება, მაგრამ ფრთხილად იხავით აქ ახლა ამეთანი ნუ მოგივათ ვინაიდან თუ საკიფა თუ არამე შეიძლება ისეთ მეტი რაღაცები წაგიშალოთ. მე მაგალითად ასე დოკერი დავაზიანე, არ დავაკვირდი და პირდაპირ დათანხმებას მივეცი და ნუ რო ვერ გადატვირთა თუ ვერ აწყო რაღაც დოკერზე, ჩათვალო რომ არ მუშაობს ჩემთან დოკერი და წამიშალა დოკერი აგენტმა და მე ვეძებდი დოკერს და აღმოჩნდა რომ წაუშლია აგენტს. ხო, ამიტომ სიფრთხილე გმართებს. ახლა აქ ჩვენ დავარეფრეშოთ ჩვენი workflow და ხედავთ რას? Respond to the web browser, ხო? აქ მე მგონი ესენი დაკონფიგურირებული გვაქვს. თუ არ ვწდები, ხო? აქ პრინციპში publish-ით შეგვიძლია გავაკეთოთ ამის, არ უნდა იყოს პრობლემა. კი ბატონო. და თუ გავუშვებ მე ამას, ჩავიხედები link-ზე, აგერ არის ლინკი, მივიღებ ამავე სერვერზე, local host-ზე. აი ეს local host-ზე პასუხს მე მგონი მე გავთიში ხო ეს სერვერი. Listen to test event. გამეთიშე. თავიდან paste გავუშვათ. აი რაღაცა არ მოსწონს. კარგი ვნახოთ, აბა რა არ მოსწონს. კიდევ ერთხელ მოდით ამას ცოტა მოვკეცო ხელს გვიშლის. ეს მოვკეცოთ ხო? რა ბევრი რაღაცები მაგახსნილი და ცოტა გამაბნეველია რასად რა ხდება. ეს სკვერდები ამათ ჩაგიგდებთ ცალკე, ხო? ცალკე ჩაგიგდებთ. ახლა ჩვენ გვინდა your instance, okay, ჩვენ გვინდა პრინციპში აი აქ ეს ყველა მოვკეცე აქ ხო ისინი. Execute flow და ვნახოთ ნუ პრინციპში რა ჯაგერ არის ეს
Fiji ხო, არ ვიცი რაღაცა ნუ არის ბაგები აქვს ხო. აგერ ბატონო, გამოვიდა ჩვენი standings ხედავთ, ჩვენიერი ის გააკეთა და აგერ ბოლო რეზულტატების შედეგები ხო, აი მე მგონი სწორი შედეგებია ჩვენიერი და ფაქტიურად ჩვენ უბრალო ის კი არ გვაქვს მთელი flow. ანუ უყურეთ რა შესაქმე თქვენ ურთიერთობთ Claude Code-თან ადამიანურ ენაზე და თუ მაინდა-მაინც გჭირდებათ NATN-ის ბლოკების მთელი ამ ბიზნეს ლოგიკის აგება, თქვენ არ გიწევთ მასში challenge-ი უხეშად რო ვთქვათ, არამედ ამას აკეთებინებთ Claude-ს. ოღონ ეს რომ გააკეთოს ხარისხიანად და კარგად Claude-მა და დააკვირდით, შეცდომა არ დაუშვია ისე ააგო ეს ბლოკები. ხა მე ამას მოუნდებოდი, ნუ საათზე მეტი ყოველ შემთხვევაში ვინაიდან გამოცდილება არ მაქვს დიდი. მაგრამ Claude-ი ვიცი და დაკავშირებები გაჩვენეთ, თქვენს აგეთ და აგერ ბატონო Claude-ის დახმარებით თქვენ აგებთ სასურველ ბიზნეს ლოგიკას, რაც უდავოდ ძალზედ ეფექტურია რთული ესე იგი ასეთი workflow-ების და რა ვიცი ზოგადად თუ არ გესმის საერთოდ აი ეს NATN-ის სიტუაციებში, ხო? ნუ პრინციპში სულ ეს არის, მე მოგაწვდით აქვე ვიდეოს ქვეშ ლინკებს, სასურველ ლინკებს, ეს ერთ-ერთი მიდგომაა, ახლა იმ ადამიანს რაც ვინც შექმნა ეს MCP Claude desktop-ზე აქვს ინსტრუქცია Claude Code-ზე, მე შეიძლება აქვს სადღაც, მაგრამ მე ვერ ვნახე და მე ჩემით მავაწყე ისევ და ისევ Claude-თან კომუნიკაციით, სწორად როგორ გამეკეთებინა და Claude Code-ის დახმარებით, ნუ რა ვიცი, აშკარად მუშაობს, სტაბილურად მუშაობს. თუმცა desktop-ზე შეიძლება ამისაც ყოლა ვიმეორებ. ეს უკვე თქვენ თუ დაგაინტერესებთ ნახეთ. კარგით, მოდით ამით დავასრულოთ და რა ვიცი, გამოიყენეთ, დაალაიქეთ, კომენტარები დაწერეთ, თორემ მგონია ცარიელ კედელს ვესაუბრებით. ზოგჯერ გიხედავ რომ მიყურებთ, მაგრამ რა ვიცი, კომენტარები რო არ არის, მაინც ცოტა უცნაურ შტაბეშტილებებში ვარ ხოლმე, რომ რა შეასაქმო. ნუ გწვენიათ. კითხვებით გამოუშვით და რაც შემიძლია კი პასუხებთ. მოდით ამით დავასრულოთ, მომავალ შეხვედრამდე.